მოგესალმებით, მე ნინა ვარ. დღევანდელ ვიდეოში მინდა განვიხილო Medias ბრენდის კონდიციონერები, რომლის ფართო ასორტიმენტის შეძენა შეძლებთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში და ასევე ონლაინ i.gt-ზე. მანამ სანამ კონკრეტული მოდელების განხილვაზე გადავალ, გეტყვით, რომ კონდიციონერის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, შენობის ფართობი, დანიშნულება, ადამიანების რაოდენობა, შემინული ფართი და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რა შეარჩევთ თქვენთვის სასურველი სიმძლავრის კონდიციონერს, უკვე შეგიძლიათ შეარჩიოთ დიზაინის და მონაცემების მიხედვით. პირველი მოდელი, რომელსაც განვიხილავ, გახავთ ინვერტორული ტიპის 40 კვადრატამდე გათვლილი მოდელი, რომელსაც ბევრი უპირატესობა გააჩნია. აქვს ინტელექტუალური თვალი, რომელიც სითბური სენსორის საშუალებით ხვდება თბილი სხეულის მოძრაობას ოთახში და როდესაც ოთახიდან გავდივართ 30 წუთის შემდეგ ამცირებს სიხშირეს ენერგიის დაზოგვის მიზნით. ასევე აქვს 3D ჰაერის დაკატი, ერთდროულად ახდენს ამ შემთხვევაში ჰაერის დაბერვას ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. თვითწმენდის ფუნქციის გააქტიურებისას ეს არის ობისოკოების და ბაქტერიების პრევენციის საუკეთესო მეთოდი, იგი შიდა აგრეგატს აშორებს მხოლოდ ვენტილატორის საშუალებით, რაც თავის მხრივ ამცირებს ტენიანობის დონის კონდიციონერის შიგნით. Medias ბრენდს აქვს ასევე შავი ფერის მოდელების საკმაოდ დიდი ასორტიმენტიც, ამ შემთხვევაში განვიხილავ 40 კვადრატამდე გათვლილ მოდელს, რომელიც არის ასევე ინვერტორულ ძრავზე მომუშავე და მუშაობს Wi-Fi რეჟიმზე. ეს მოდელი გამოირჩევა 180 გრადუსიანი ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაბერვით, რაც უზრუნველყოფს ოთახის სრულად თანაბრად გათბობას და აგვარიდებს პირდაპირ დაბერვას გათბობის თუ გაგრილების დროს. კონდიციონერის ეფექტური მუშაობისთვის ასევე მნიშვნელობა ენიჭება ეგრეთ წოდებულ ნივთიერებას ფრეონს, რომელიც ახალ მოდელებში არის R32 ტიპის და რომელიც არ აზიანებს ოზონის შრეს. გარდა ჩემს მიერ განხილული მოდელებისა, Medias ბრენდს აქვს ასევე ისეთი კონდიციონერის მოდელებიც, რომლის წინა პანელის შეცვლა შესაძლებელია ძალიან მარტივად მაგნიტების საშუალებით. დღეისათვის სულ ეს იყო.